თუ ქვეყანაში სუსტდება ინსტიტუტები, ძლიერდებიან სუბიექტები, ადამიანები და შესაბამისად ქვეყანაც სუსტდება. ხო, თუ ქვეყანაში ძლიერდება ინსტიტუციონალიზაცია, ინსტიტუტები, მაშინ ეს ქვეყანა ამის ქვეყნის სუვერენიტეტი ძლიერდება და მისი ეკონომიკა იზრდება, გაიზრდება რა დაახლოებით ესეთი შეფა ჩემი ინტერპრეტაციით რო გადმოვცეთ და ლოგიკურიც არის ხო თუ ინსტიტუტები დასუსტებულია ეს ემსახურება რამოდენიმე გაძლიერებული ვიღაცა დავითის ნეგატიური გაგებით კონტექსტით ძლიერი ტიპების გაძლიერებას რომელიც კორუფციას უკეთებს აი ამ ინსტიტუტებს და მის თავზე ირიგებს და ქვეყნის ინტერესები კი აღარ არის ასუვერენიტეტი რაღაც აღგრძელო რასაც დღესაც ვაკვირდებით ამ პირიქით აქედან გამომდინარე რაზე დგას ამ იმაზე ზუსტად რომ აქტიურად რომ დაიწყო კაპიტალის შემოდინება აი ამ ინვესტიცია მიმდინარეობდა და 2017 წელს დასრულდა თქვა ვწდები ამ ნავთობსადენის ნაწილში რომ ეს გავიდა შესაბამისად რადიკალურად შეიცვალა ჩვენი მოცემულობებიც პოზიციონირებით იმიტომ რომ ჩვენ გავხდით ლიდერი რეფორმების კუთხით მართლა აი რაღაც ენით აუწერელი რაოდენობა რეფორმების განხორციელდა და დაინერგა ექსპერიმენტულად ასე შემდეგ რომლის თანამონაწილეებიც იყვნენ ასევე განვითარებული ქვეყნები რომლეთვისაც პოლიტიკურადაც მონგებიანი იყო ამისი ასე ვთქვათ აფიშირება და საქართველოს იყო მოწინავე ყველაფერში